ეს არის დამიწების მეორე ეპიზოდი და დღეს მე ვისაუბრებ ძალიან აქტუალურ თემაზე, რომელიც არის ნარკოდამოკიდებულება. ეს პრობლემა ძალიან ფართოა და დღესდღეობით შესაძლოა უფრო მეტი ადამიანის პრობლემაა, ვიდრე როდისმე კაცობრიობის ისტორიაში. თუმცა ეს უძველესი პრობლემაა, მაგრამ იგი აგრეთვე ტრანსფორმირდა დროთა განმავლობაში. მე-19 საუკუნეში ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად მოხდა ისეთი ნივთიერებების გამოყოფა მათი ბუნებრივი წყაროდან, როგორიც არის კოკაინი და ოპიუმი და მასიური მოხმარება დაიწყო. და შეიძლება ითქვას, რომ ისეთმა ადამიანებმა, როგორც იყო ზიგმუნდ ფროიდიც კი გამოცადა ეს ნივთიერებები, იგი 15 წლის განმავლობაში მოიხმარდა კოკაინს. დღესდღეობითაც ტექნოლოგია ძალიან ხელს უწყობს ამ ნივთიერებების გავრცელებას, მათზე ხელმისაწვდომობას და აგრეთვე ტექნოლოგიამ და ცვლილებებმა გამოიწვიეს ის ტრანსფორმაციები, რომლებიც შესაძლოა ადამიანებს უფრო უბიძგებენ ამ ნივთიერების მიღებისკენ. ასე რომ ამ პრობლემას ჭირდება სერიოზული ყურადღებით და მიუკერძოებლობით შესწავლა, რასაც მე დღეს შევეცდები. პირველ რიგში, სანამ დავიწყებთ ისევ და ისევ საუბარს პრობლემაზე, მე უნდა გაგაცნოთ ის თეორიული ჩარჩო, რომელიც დაგვეხმარება ჩვენ ამ პრობლემის უკეთ გაგებაში, იმიტომ რომ დღესდღეობით არსებული პოპულარული მოდელები სამწუხაროდ არ იძლევიან იმის საშუალებას, რომ ფუნდამენტურად დავინახოთ ის სიმართლე, რომელიც არის ამ პრობლემის უკან და რომელიც არის მისი საფუძველი. დავიწყოთ ისევ ჟაკ ლაკანის თეორიიდან. როდესაც ადამიანი მოდის ამ სამყაროში, იგი ითვისებს ენას, მეტყველებას, წესებს, ხდება სოციალური არსება. ამის შედეგად მას აღარ აქვს ის შესაძლოა პირდაპირი წვდომა თავის სხეულზე, რომელიც აქვს ცხოველს მაგალითად, რომელიც არ მეტყველებს და არ აზროვნებს სიტყვებით. ადამიანი, რომელიც მოდის ამ სამყაროში, ურთიერთობას იწყებს თავის გამზრდელთან, უფროსთან, ზდასრულთან. ჟაკ ლაკანი ამ ზდასრულ ადამიანს მის ცხოვრებაში უწოდებდა დიდ სხვას. ეს არის პირველი გამოცდილება საკუთარი თავის გარდა სხვასთან ურთიერთობის და ეს სხვა არის განსხვავებული ბავშვისგან. იგი მეტყველებს, იგი არქმევს ნივთებს, სიტყვებს, გარდაქმნის ნივთებს სიტყვებად შეიძლება ითქვას. ჟაკ ლაკანი ამბობდა, რომ როდესაც იწყება სიტყვებით ფიქრი, ნივთი კვდება და მის ადგილს იკავებს სიტყვა. იგივე შეიძლება ითქვას ადამიანის სხეულზე და ამ სხეულში არსებულ სიამოვნებაზე, ტკბობაზე. ადამიანს აღარ აქვს პირდაპირი კავშირი საკუთარ სხეულთან. მისი ურთიერთობა საკუთარ სხეულთან არის გაშუალებული მეტყველებით, აზროვნებით და ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ის უფროსი, ვისთანაც იგი ურთიერთობს, არის იმ წესების და იმ გზების დამნახველი მისთვის, რითიც შეიძლება ადამიანმა განიცადოს ტკბობა თავის სხეულში. ეს ურთიერთობა მშობელთან გულისხმობს წესების და ესე იგი გარკვეული გზების გააზრებას და მიღებას, როგორ შეიძლება იყო და მოიქცე ისე, რომ სიამოვნება მიიღო, რომ დაიკმაყოფილო შენი მოთხოვნილებები და სურვილები. სამწუხაროდ ნარკოდამოკიდებულების შემთხვევაში რაღაცა ისეთი ხდება, როდესაც ადამიანს უჩნდება მოთხოვნილება, რომ აი ამ მთელ სიმბოლურ აზროვნებით მეტყველებით სტრუქტურას გვერდი აუაროს და პირდაპირ განიცადოს კაიფი. ეს პირდაპირი წვდომა
ტკბობაზე არის არც ისე თუ სასიამოვნო რაღაც მხრივ, იმიტომ რომ ადამიანი წყდება ამ სიმბოლურ ველში დამიწებას და ეხვევა შეგრძნებების, წარმოსახვების, ფანტაზიების ქარიშხალში, რომელიც იტაცებს მას მიწიდან და იგი უკვე ვეღარ ფლობს თავის გამოცდილებას, ვეღარ ესმის თავისი გამოცდილების, იგი მოწყვეტილია და ეს თავისთავად არის დიდი შფოთისა და დისტრესის წყარო. მეორეს მხრივ შეიძლება ადამიანს გაუჩნდეს გარკვეული სურვილი, რომ ბოლომდე განიცადოს ეს кайფი და ესე იგი პირდაპირი წვდომა კონდეს უფრო და უფრო იმ წყაროზე, ესე იგი საიდანაც მისი სხეული განიცდის ამ თითქოს და ულევ და შეუზღუდავ სიამოვნებას. შეიძლება ეს შევადაროთ ცნობილ მითოს იკარუსის შესახებ, რომელიც მიფრინავს ცისკენ, წყდება მიწას და ცდილობს, ესე იგი, თავისი ხელნაკეთი ფრთებით და გაბერილი ეგოთი მიაღწიოს ამ ტკბობის პირველ წყაროს თითქოს და მზეს. ჩვენ ყველამ ვიცით, როგორ სრულდება ეს მითოსი და რომ იგი იწვება და ისევ ეცემა მიწაზე. უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რატომ უჩნდება ზოგ ადამიანს სურვილი, რომ მოწყდეს ამ მიწას, რომ გაეცალოს მას, განეზიდოს მას, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანსა და ამ სიმბოლურ დამიწებას შორის სინამდვილეში მოქმედებს ძლიერი გრავიტაცია. ანუ თითქოს აქ უკვე რაღაცა გრავიტაციის საწინააღმდეგო განზიდულობის ძალა ჩნდება. რა არის იმისი მიზეზი, რომ ადამიანი უარს ამბობს იმ ადგილზე, რომელსაც მას სთავაზობს, ესე იგი, სამყარო, მშობლების ოჯახის თუ სხვა უფროსების გზით. ადამიანი უარს ამბობს სიმბოლურში დამიწებაზე, იმის გამო, რომ ეს სიმბოლური არის მისთვის მისივე გამოცდილებიდან აღქმული როგორც საშიში. იგი განიცდის, რომ არის, ესე იგი, ამ ადამიანების მხრიდან ნაღალატევი. იგი შეიძლება განიცდიდეს, რომ ეს წყობა, ეს ფუნდამენტი, რომელსაც მას სთავაზობენ, მას წარმოაჩენს როგორც გაუფასურებულს, უარგის, უსამართლოდ განკიცხულს და სუბიექტს უჩნდება პროტესტი, გარკვეული მოთხოვნილება, რომ ესე იგი არ დაეთანხმოს იმ განმარტებას, განსაზღვრებას საკუთარი თავის, რომელსაც სთავაზობს ეს მიწა. აქვე შეიძლება ითქვას, რომ შემოდის ტრაუმა. ტრაუმა არის ისეთი ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც ანგრევს ამ კოორდინატებს, ლეწავს ადამიანის შეიძლება ითქვას კომპასს, არღვევს GPS-ის მოქმედების უნარს და ამავდროულად ადამიანს არ ეძლევა საშუალება, რომ სხვანაირად გადაიაზროს თუ რა მოხდა. ანუ თვითონ სიმბოლურში, მის ფეხქვეშ არსებულ სიმბოლურში ხდება ისეთი რღვევა, რომ იგი ხედავს საკუთარი თავის ქვეშ ნაპრალს, ესე იგი, რომელშიც იგი ჩავარდება და წყვეტს, რომ უნდა მოწყდეს
მას და განერიდოს ამ საფრთხეს და ტკივილს. თუმცა მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ეს დიდი სხვა ანუ ჩვენი მეტყველებითი ენობრივი აზროვნება არსად არ მიდის. იმის მერე რაც ჩვენ შევაბიჯებთ უკვე სიტყვებით აზროვნებაში, ჩვენ მას ვერასოდეს ვეღარ ვაღწევთ თავს. და ის რაღაცა წერტილი არსებობს ამ სტრუქტურაში, რომლიდანაც ადამიანი განიცდის, რომ ეს ვიღაცა სხვა, ანუ იგივე საკუთარი ზემე ან ცნობიერება მას მუდმივად უყურებს, მუდმივად აკვირდება და განსჯის. რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ ჩვენ, მარტოც რომ ვიყოთ, მაგალითად, ვიღაცა შეიძლება მიდიოდეს ძალიან სწრაფად მანქანით ცარიელ გზაზე. მაგ შემთხვევაშიც კი მის ფანტაზიაში იგი არის დაკვირვების ობიექტი. ჩვენ მუდმივად ვიმყოფებით გარკვეულ ამფითეატრში და მუდმივად განვიცდით გარკვეული აუდიტორიის ან რაღაცა სხვა ძალის არსებობას, თუმცა ეს შეიძლება რა თქმა უნდა იყოს ქვეცნობიერი პროცესი. როდესაც ადამიანი არის ნარკოდამოკიდებული და უარს ამბობს თითქოს ამ დიდ სხვასთან, ესე იგი პროდუქტიულ და მეგობრულ და რაღაცა სანდოობაზე დაფუძნებულ ურთიერთობაზე, ჩნდება სხვა ურთიერთობის დინამიკა, რომელიც არის უნდობლობაზე და პარანოიაზე დაფუძნებული პროცესი. შესაბამისად, ეს მზერა, ეს აუდიტორია ხდება დევნელი ადამიანის, იგი ცდილობს, რომ გაერიდოს მას, მაგრამ რაც უფრო მეტად ცდილობს, რომ გაერიდოს, მით უფრო ხდება თვითონ საკუთარი შინაგანი ხმის განკიცხვის ობიექტი და უფრო ფიქსირდება გარკვეულ კოორდინატებში, აგრეთვე როგორც ცუდი, როგორც დამოკიდებული, როგორც სუსტი, როგორც ესე იგი პრობლემური და ანტისოციალური. საქმე იმაშია, რომ ადამიანს იმისთვის, რომ განავითაროს, ესე იგი, გარკვეულ მიმღებლობაზე და ცნობაზე დაფუძნებული ურთიერთობა ამ მზერასთან, სჭირდება, რომ მან სანდო მზერა განიცადოს დიდი სხვისგან, ანუ უფროსისგან და ჯერ ჩვენ, ესე იგი, ვიღაცა უფროსი დედა გვიყურებს ემპათიით და შემდეგ ჩვენ ვსწავლობთ, როგორ შევხედოთ ჩვენ თავს ემპათიით და ვიშინაგნებთ ამ ურთიერთობის დინამიკას და ვამყარებთ ამ ურთიერთობის დინამიკას საკუთარ თავთან. ფაქტიურად ჩვენ ვამყარებთ საკუთარ თავთან იმ დინამიკას, რომელსაც კარლ როჯერსი უწოდებდა უპირობო დადებით მიმღებლობას. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ისე უყურებს საკუთარ თავს, რომც დააშავოს, რომც დაუშვას შეცდომა, იგი მაინც ფასეულია. თუ ეს დარღვეულია და თუ მას აქვს იმისი განცდა, რომ ცუდად თუ მოიქცა, იგი არის უკვე უვარგისი ფაქტიურად, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იგი არც გაიშინაგნებს ამ მზერას, ეს მზერა დარჩება სადღაც მის გარეთ და იგი მხოლოდ ეცდება, რომ მას გაექცეს. ამ შემთხვევაში რა შეიძლება შევადაროთ ნარკოტიკი? ნარკოტიკი ამ შემთხვევაში არის თითქოს და ესეთი ბრმა დედის კალთაში საკუთარი თავის მოქცევა. ანუ ეს არ არის სიმბოლური განსჯით, შეფასებით და აზროვნებით აღჭურვილი სიყვარულის წყარო. ეს არის ბრმა დედა, რომელიც ესე იგი უბრალოდ გაძლევს სიყვარულს განსჯის გარეშე. ვერ გხედავს, მისთვის სულ ერთია როგორი ხარ,
როგორ მოიქეცი, შენ მაინც შეგიძლია მიიღო სიყვარული. ეს არის გარკვეული ცდელობა, რომ მოხდეს ზუსტად ამ უპირობობის კონსტრუირება, ესე იგი სიმბოლური სტრუქტურის და მასში დამიწებულობის გარეშე. მაგრამ როდესაც შენ ვერ გხედავენ, როდესაც ეს წყარო ამ სიყვარულის შენ ვერ გხედავს, იგი აგრეთვე არის თავად უკონტროლო. ანუ ბრმადედა ვერ ხედავს შენ როგორ ხარ. მას არ აქვს ზომა და წონა. მას შეუძლია ფაქტიურად საკუთარი ხელებით გაგანადგუროს. და აი ეს არის ზუსტად ის საფრთხე, რომელსაც ნარკოტიკი როგორც ესე იგი საკუთარი თავის სიყვარულის წყარო წარმოადგენს. ფრანგული ფსიქოსომატური სკოლის ერთ-ერთი ლიდერი ჯოის მაკდუგალი აღნიშნავდა, რომ ეს სიმბოლური სტრუქტურები, აზროვნებითი სტრუქტურები, რომლებითაც ჩვენ ვიაზრებთ სიტყვებით სამყაროს, არის აუცილებელი კონტეინერი იმისთვის, რომ გაუმკლავდეთ ცხოვრების გამოწვევებს და გამოცდილებებს. როდესაც ესეთი სტრუქტურები არ არსებობს, ეს გამოცდილებები ჩვენ პირდაპირ გვეჯახებიან, ჩვენ ვერ ვახდენთ მათ გადამუშავებას მენტალურად და ისინი პირდაპირ არტყავენ ჩვენს სხეულს. და რა თქმა უნდა, ნარკოტიკი მხოლოდ ამძაფრებს ამ დარტყმას და მუდმივად გვერდს უვლის იმ შესაძლებლობას, რომ ადამიანმა გადაამუშავოს თავისი გამოცდილება, ესე იგი რაღაცა საზრისით, მნიშვნელობით, საკუთარი თავის დანახვით ისეთად, რომელიც მოერევა იმას, რასაც ახვედრებს ცხოვრება. და ეს არის რაღაცნაირი აი ჭაობი, რომელშიც ეფლობა სხეული, ეფლობა, იხრჩობა, ვერ პოულობს იმ მყარ ნიადაგს, რომელზეც შეძლებდა დადგომას. და ეს ნიადაგი სინამდვილეში მას ითრევს და ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს გარკვეული ახალი დამიწების ადგილას. ეს არის უდაბნო, უსულო ადგილი, რომელსაც საშინლად აცხუნებს მზე. ეს არის თანამედროვე დიდი სხვა, რომელსაც შეიძლება ეწოდოს ჰედონიზმი. ეს არის აი ესეთი კოლექტიური რაღაცნაირი დიდი ძალის განსჯა და ბრძანება, რომ ადამიანმა უნდა მუდმივად განიცადოს მეტი და მეტი кайფი, მეტი და მეტი გამოცდილება, უფრო ინტენსიური, უფრო საინტერესო, გაერთოს უფრო და უფრო და უნდოდეს უფრო და უფრო მეტი. ესეთი მზე არ იძლევა ნაყოფს. იგი აცლის სიცოცხლის უნარიანობას და საზრის ცხოვრებას. ესეთმა იდეოლოგიამ გარკვეული როლი ითამაშა მე-20 საუკუნეში. როდესაც ადამიანებმა განიცადეს, რომ ტრადიციული წესები და ის ცხოვრების წესი, რომელსაც მათ თავაზობდა წინა თაობა, უბრალოდ შეუსაბამობაში იყო იმ ახალ რეალობებთან, რომელშიც ისინი აღმოჩნდნენ,
მათ გამოიყენეს ნარკოტიკული ნივთიერებები, ფსიქოდელიური ნივთიერებები ამ ძველი დიდი სხვისგან, ამ ძველი ნიადაგიდან მოსაწყავედად და შეიქმნა გარკვეული ახალი ისტორია, ახალი მითოლოგია იმის შესახებ თუ როგორ დაეხმარათ მათ ეს განთავისუფლებაში. მაგრამ როგორც ესე იგი ყველა როგორც იტყვიან გამარჯვებულები წერენ ისტორიას, რა თქმა უნდა, საკითხავია ამ თაობამ ესე იგი კულტურული რევოლუციის 60-იანი წლების და 70-იანი წლების კულტურული რევოლუციის შემდგომმა თაობებმა გაიმარჯვეს თუ არა, მაგრამ მათ დაწერეს ახალი ისტორია, სადაც ეს ნივთიერებები გახდნენ მათი მეგობრები, ახალი მეგობრები და ის რაც მოხდა შემდგომ 70-იან, 80-იან, 90-იან და უკვე 21 საუკუნეში არის ის, რომ აი ეს თითქოს და სისტემასთან დაპირისპირებული მეგობარი, ნარკოტიკი გახდა ზუსტადაც სისტემის მიერ ათვისებული და თვითონ სისტემამ უკვე უთხრა ადამიანს დასვენება და გართობა თუ გინდა, აი მარტივი ეკონომიური გზა და შენ, ესე იგი, რეკრეაციულად შეგიძლია ეს მიიღო და შემდგომ დასვენებული, ნასიამოვნები, დიდძალ გამოცდილება მიღებული დაუბრუნდე შრომას. შესაბამისად, აღარ გჭირდება იმდენი დასვენება, აღარ გჭირდება ისეთი პირობები. შეგიძლია უცებ გახვიდე, იკაიფო, დაბრუნდე მოკლე დროში და მორჩა. როგორც აღვნიშნე, იმისთვის, რომ ადამიანმა ინვესტირება გააკეთოს სიმბოლურ წესრიგში, მას სჭირდება, რომ გარკვეული ნდობა კონდეს მისი. კარგი მაგალითი არის ამისი ექსპერიმენტი, რომელშიც ბავშვს აძლევენ კამფეტს და ეუბნებიან, რომ შენ თუ მოიცდი რამდენიმე წუთს, მეორე კამფეტსაც მოგცემთ და მერე გადის ექსპერიმენტატორი ოთახიდან და ბავშვს აქვს არჩევანი, ან შეჭამოს ის კამფეტი, ანუ უცებ პირდაპირ წვდომა კონდეს ტკბობაზე, ან დაელოდოს მეორე კამფეტს და ორი კონდეს. აქ ზუსტადაც რომ ნდობა არის წამყვანი ფაქტორი. თუ ბავშვი ენდობა ექსპერიმენტატორს, ანუ უფროს, იგი დაელოდება. თუ მას აქვს გაშინაგნებული აი ამ თავისი ტკბობის გადავადების უნარი, აზროვნების შედეგად, იგი შეძლებს, რომ ესე იგი მომავლის იმედად უცებ არ წვდეს იმას, რაც არის ხელმისაწვდომი ეხლა. თუმცა, აი ეს მომავლის იმედი, ეხლა რომ ცოტა გადავიტანოთ ახალგაზრდებზე უკვე და არა ბავშვზე, დღესდღეობით არის კრიზისში. ცნობილი ბრიტანელი კულტურული კრიტიკოსი მარკ ფიშერი ამბობდა, რომ მიმდინარეობს მომავლის ნელი გაუქმება. ანუ თაობები განიცდიან ახალგაზრდების, რომ მომავალი თითქოს და არ არის მათთვის შეპირებული, არ არის გარანტიები კარიერის, სტაბილურობის, უსაფრთხოების, შესაბამისად რაღაცნაირად ესე იგი დაცდა და გადავადება იმისი, რაც შეიძლება ეხლა გააკეთო და წესების დარღვევით, შესაძლოა არც ღირდეს. და შესაბამისად ამ მომავლის იმედში ინვესტირების და მომავლის ესე იგი იმედად სიმბოლურ წყობაში დამიწების და მოთმენის რესურსი დღევანდელ კულტურებს ძალიან წირი აქვთ და ის ქაოსი, რომელშიც სამყარო არის, რა თქმა უნდა, არანაირად არ უწყობს ამას ხელს. რა არის გამოსავალი
ამ სიტუაციიდან სად შეიძლება და როგორ დამიწდეს ადამიანი გარკვეულ კოორდინატებში, რომელშიც იგი საკუთარ თავს დაინახავს, როგორც სადღაც მყოფს და შესაბამისად ექნება გარკვეული წარმოდგენა ელემენტარულად რა ურთიერთობა აქვს და სად დგას და იმყოფება ამ ზერასთან და ამ დიდ სხვასთან მიმართებით. რომ მას არ კონდეს ის განცდა, რომ ესე იგი საერთოდ გაუგებარია, განადგურდება, საერთოდ რამე ფასეულობა აქვს თუ არა და საერთოდ რაიმეს წარმოადგენს თუ არა ამ დიდ სხვასთან მიმართებაში, სამყაროსთან მიმართებაში, საზოგადოებასთან მიმართებაში და პირველ რიგში ამ საკუთარი შინაგანი მეობის განცდასთან მიმართებაში. ამ შემთხვევაში თუ მომავალზე არ ვაკეთებთ ფსონს, ერთადერთი რაც გრჩება არის წარსული. ანუ ადამიანი გარკვეულწილად პოულობს საკუთარ თავს იმ უნიკალურ გზაში, რომელსაც იგი გადის და რომელიც მან გამლო ამ დრომდე. აი ზუსტად ეს განვლილი გზა შემდგომ უკვე მას საშუალებას აძლევს, რომ აქ და ახლა კონდეს ურთიერთობა თავის შემფასებელთან, ზემესთან, რაღაც ესე იგი თუნდაც ღმერთთან, უმაღლეს ძალასთან და ასე შემდეგ. წარსულთან ადამიანის ურთიერთობა დღესდღეობით ნარკოდამოკიდებულების მკურნალობის თვალსაზრისით შეიძლება გავუყოთ ორ ძირითად მიმართულებად. ერთი მიმართულება არის მიმართულება, რომელიც პირველ რიგში ადამიანს თავს აგრძნობინებს უძღვრად და გარკვეული, ესე იგი, დანაშაულის მატარებლად. დანაშაული გულისხმობს იმას, რომ ადამიანი მოწყდა, გარკვეული მოწყვეტა გააკეთა, გარკვეული უარყოფა გააკეთა, გარკვეული ზიანი მიაყენა საკუთარ თავს, სხვებს და შესაბამისად მან იცის, რომ აი ესე დაშორდა იმას, სადაც უნდა იყოს, სადაც უნდა იმყოფებოდეს, თუ უნდა რომ იყოს კარგი, თავის რაღაც იდეალებთან და მორალურ, ესე იგი, ფასეულობებთან მიახლოებული, თუ უნდა რომ იყოს. ამის ყველაზე ესეთი სეკულარული და გავრცელებული მოდელი არის 12 საფეხურის 12-step model, რომელიც არის ძალიან გავრცელებული დასავლეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და აგრეთვე დაინერგა საქართველოშიც. არსებობს Alcoholics Anonymous და არსებობს Narcotics Anonymous. ანუ ადამიანი, როდესაც იწყებს ესეთ ჯგუფში სიარულს, რომელსაც ხშირად ყოფილი დამოკიდებული ადამიანები უძღვებიან, ზოგჯერ თერაპევტი უძღვება, ესეთ ჯგუფში მან უნდა პირველ რიგში აღიაროს, რომ არის უძლური, რომ ნარკოდამოკიდებულების შედეგად მან დაკარგა კონტროლი ცხოვრებაზე და ეს პროცესი გახდა უმართავი. მან უნდა ყოველი თავისი გამოსვლის წინ ამცნოს იქ აუდიტორიას, რომ იგი არის ნარკოდამოკიდებული ან ალკოჰოლიკი. იმ შემთხვევაშიც კი თუ უკვე წლებია და შეიძლება აწლეულებია არ მოიხმარს. შემდგომ მან უნდა აღიაროს, რომ თავის მორალურ თუ სწორ მორალურ უпростоრად ფასეულობებს გადაუხვია და შემდგომ იგი იდენტიფიცირებას ახდენს იმ ადამიანების, ვისაც მან ავნო და
ცდილობს რომ ესე იგი გარკვეული მონანიების რიტუალში ჩაერთოს. ამ პროცესში იგი ამყარებს ურთიერთობას გარკვეულ ძალასთან, რომელიც მას აღემატება უფრო რელიგიურად ღმერთთან და უფრო სეკულარულად შეიძლება სავის შინაგან ზემესთან, ძალასთან და მას მიანდობს თავს, იგი ნებდება ამ higher powers. და შემდგომ ესე იგი ამ მონანიების და მინდობის და განწმენდის შედეგად თავს პოულობს ახალ სოციუმში, რომელიც არის პირველ რიგში სხვა ყოფილი ნარკოდამოკიდებულების და ნარკოდამოკიდებულებასთან მებრძოლი ადამიანების სოციუმი და შემდგომ უკვე სხვებს ეხმარება ამ საფეხურების გავლაში. ამას ძალიან გავს აგრეთვე სხვა უფრო ესე იგი სეკულარული და ესე იგი სხვადასხვა ინსტიტუციების მიერ შექმნილი ადიქციასთან მუშაობის მოდელები. დანაშაული არის საკუთარი თავის დამიწების და საკუთარი ადგილმდებარეობის რუკაზე, სოციალურ რუკაზე პოვნის უმოკლესი გზა. იგი ბევრად ჯობია სირცხვილს, რომელიც ადამიანს უბრალოდ ეუბნება, რომ მისი ადგილი არსად არ არის, მან იმდენად დააშავა, რომ ფაქტურად მისი ადგილი არსად არ არის. და დანაშაული აძლევს საშუალებას, რომ ესე იგი გამოასწოროს თავისი საქციელი და შესაბამისად მას უჩნდება გარკვეული მიმართულება ცხოვრებაში, საიდანაც უნდა იაროს იდეალები. ესე იგი არსებობს ორი მიდგომა ნარკოტიკებისადმი. ერთი არის გარკვეული ლიბერალური მიდგომა დასავლეთში, რომელმაც რაღაცნაირად ფეტიშიზაცია და იდეალიზაცია მოახდინა ნარკომოხმარების და კომოდიფიკაცია, ანუ კაპიტალისტურ პროდუქტად აქცია იგი და აგრეთვე არის რელიგიური, ნახევრად რელიგიური და სეკულარული მიდგომა, რომელიც მას ანუ ნარკომოხმარებელს მხოლოდ როგორც გარკვეული დანაშაულის გამოსყიდვის და ესე იგი გამოსწორების სუბიექტს ხედავს. სინამდვილეში პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ორივე ნახევარ სიმართლეს ხედავს მხოლოდ. სამყარო, როგორც საზოგადოება, ასევე ადამიანი კომპლექსურია. კომპლექსურობა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გვაქვს როგორც დადებითი, ისევე უარყოფითი მხარეები. არ არსებობს ადამიანი, ვისაც არ დაუშავებია და არ არსებობს ადამიანი, ვისაც არ აქვს გარკვეული მიზეზი, აგრეთვე რომელმაც გამოიწვია მისი მოქმედება. ნებისმიერი. ეს ათავისუფლებს თუნდაც ძალიან მძიმე ტრაუმის და გამოცდილების მქონე მსხვერპლებს პასუხისმგებლობისგან მათ საქციელებზე. ეს არ არის გამართლება, მაგრამ ამავდროულად იმისთვის, რომ ზუსტადაც ადამიანმა დაინახოს საკუთარი უნიკალური განვლილი გზა ამ ცხოვრებაში და მართლა დამიწდეს იმ სიმართლეში, რომელიც მას გადახდა, მას სჭირდება, რომ დაინახოს საკუთარი ცხოვრება სრულად.
რა თქმა უნდა, ესეთ პროცესს სჭირდება მეტი დრო და არის უფრო სარისკო. როდესაც ადამიანი მიყვება უბრალოდ დანაშაულის განცდას, მან ეგოც შემცირებულია, უკვე კონკრეტულად ადამიანს აქვს იმის გააზრება, რომ აი მხოლოდ ცუდია ნარკოდამოკიდებულება და აი არაფერში არ დახმარებია და ბევრად ნაკლები შანსია, რომ მას დაუბრუნდეს თითქოს. თუმცა შესაძლოა ეს არ ამცირებდეს რისკებს, რადგან ის დაფარული სიმართლე, რომელიც ამ თვით განკიცხვაში არ ჩანს, შესაძლოა ზუსტად ის არის, რაც იწვევს ესე იგი რილაპს, ანუ დაბრუნებას ნარკომოხმარებასთან. პროცესი, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს, რომ ეტაპობრივად დაინახოს თავისი შეცდომებიც, სხვების პასუხისგებლობაც, ისიც რომ მიუხედავად იმისა, რომ მიზეზები აქვს და ქონდა მოხმარების, რომ მაინც ავნებდა საკუთარ თავს და სხვებს და რომ მაინც პასუხისგებლობა უნდა აიღოს საკუთარი თავის და სხვების წინაშე, რომ შეწყვიტოს ნარკოდამოკიდებულება, ნარკომოხმარება უფრო სწორედ და ჩაანაცვლოს ეს რაღაცა ურთიერთობა ბრმა, ესე იგი მუდმივი ტკბობის მომნიჭებელ დედასთან უფრო სოციალური კავშირებით, ეს პროცესი საჭიროებს სივრცეს, დროს, რესურსებს, ადამიანს, რომელიც მას ემპათიით მოусმენს და შექმნის ისეთ სივრცეს, რომელშიც იგი ესე იგი თავისი უარყოფითი და დადებითი მხარეებით, თავისი ტკივილითაც და დანაშაულითაც იქნება მიღებული და მოსმენილი. სინამდვილეში მხოლოდ ასეთ დაბალანსებულ მიწას შეუძლია, რომ მიიღოს ადამიანი სრულად და მისცეს მას ბევრად უფრო სტაბილური განვითარების საშუალება, ვიდრე ცალმხრივად განსჯელ ან ზედმეტად მიმღებ სივრცეს ეს შეუძლია. რაც არის საჭირო ზუსტად ამ დაბალანსებაში არის ის, რომ ადამიანმა დაინახოს, რომ არც თვითონ და არც სამყარო არ არის იდეალური. არ არის ან სუ შავი, ან სუ თეთრი, ხო? ანუ შავ-თეთრია. და იდეალური დიდი სხვა არ არსებობს. ყველაფერი მშობელს სწორად ვერ გამოუვიდოდა. და თვითონაც უშეცდომო ვერ იქნებოდა, ისევე როგორც ვერც ერთი ადამიანი. თუმცა ეს რადიკალურად განსხვავდება იმ ნიადაგისგან, რომელიც როგორც ლავა ისე წვავს ადამიანს განკიცხვით და ესე იგი ნეგატიური მუდმივი შეფასებით. შესაბამისად ადამიანმა უნდა მიიღოს ის, რომ სადღაც იცის ზუსტად თავისი მდებარეობას, სადღაც შეიძლება დაიკარგოს, სადღაც შეიძლება ისევ აღმოაჩინოს რაღაც ესე იგი სიმტკიცე ფეხქვეშ და რომ ეს არის ცხოვრების ბუნებრივი პროცესი. ტრაუმაზე ესე იგი ორიენტირებულ ფსიქოთერაპიას, ფსიქოანალიტიკურ ფსიქოთერაპიას შეუძლია ზუსტად ესეთ გაცნობიერებამდე ადამიანის მიყვანა. მას შეუძლია, რომ
დაანახოს ადამიანს ის კომპლექსური სურათი, რომელშიც იგი დაინახავს საკუთარ თავს და ეს არის ის ჰუმანური დახმარების ფორმა, რომელიც არის ყველაზე დამიწებული ჩემი აზრით. მადლობა ყურადღებისთვის.